ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია ADITS მმართველობაში არსებული ყველა საავადმყოფო ჩამოართვა. მიზეზი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობა. 8 კლინიკის მფლობელი კვლავ სახელმწიფოა, თუმცა პრობლემა ამით არ მოგვარებულა, როგორც ირკვევა, ყველა სამედიცინო დაწესებულება იპოთეკით არის დატვირთული. პარალელურად მედიკოსები ADITS-ისგან თვეების მანძილზე გაუსტუმრებელი ხელფასების ანაზღაურებასაც მოითხოვენ. ხარაგაული, ქარელი, ვანი, ასპინძა, ლენტეხი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და დედოფლის წყარო. ამ რაიონებში არსებული სულ 8 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც უკვე მესამე წელია კომპანია ADITS-ის მმართველობაში იმყოფება, დღეს უკვე სახელმწიფოს მფლობელობაშია. ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ალბათ პირობები გაუმჯობესდება, გამოსწორდება ყველაფერი ველოდებით, ყველაფერს იკეთეს, მაგრამ რა იქნება არ ვიცი. იმედია აღარ დაგვიგვიანებენ ხოლმე ხელფასებს, რა თქმა უნდა, ახლა მუშაობთ იმიტომ, რომ ხელფასი ავიღოთ და ოჯახებში მივიტანოთ. ADITS ებრაული სამედიცინო კომპანია IHOP-ის შვილობილია. ის ქართულ ბაზარზე 2008 წელს შემოვიდა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განმარტებით კომპანია საქართველოს 25 რეგიონში 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი უნდა განეხორციელებინა. თუმცა პროექტი ჩავარდა და IHOP სხვა ახალი პროექტი შესთავაზეს. 2011 წლის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე კომპანიის შვილობილმა ADITS-მა 8 რაიონში არსებული სამედიცინო დაწესებულება $9 მილიონ შეიძინა. ამ კლინიკებში ADITS 3 წელიწადში $2 მილიონი ინვესტირება უნდა განეხორციელებინა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვალდებულება დღეს შეუსრულებელია. მეტიც გაირკვა, რომ ADITS 8-ვე დაწესებულება იპოთეკით აქვს დატვირთული. კომპანია IHOP-ის და ADITS-ის მიერ არ იქნა შესრულებული არანაირი საინვესტიციო ვალდებულება, სახელმწიფო პირობები იქნა ყველა დარღვეული, სახელმწიფოს მიერ ცალფრივად იქნა მოშლილი ხელშეკრულება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებები იპოთეკით უცხოურ ორგანიზაციას გადაეცა. ამ საკითხზე ADITS-ში დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. სამინისტროში კი შიშობენ, რომ უახლოეს მომავალში კლინიკები სახელმწიფოს ხელიდან გამოეცლება. პარალელურად მედიკოსები კომპანია ADITS დაგროვილი სახელფასო დავალიანებების გასტუმრებას თხოვენ. დაფინანსება მიღებული არა გვაქვს 2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე ლაპარაკია შესრულებულ სამუშაოზე და მთელი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საბჭერის გამზადებული გვაქვს შერწყმული და უნდა შევიტანოთ სასამართლოში და უჩივლოთ ADITS. ვიდრე მედიკოსები გადაუხდელ ხელფასებს დაიბრუნებენ სამედიცინო დაწესებულებებს, ახლა უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი შეპეზე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი მართავს. ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო მართვის პირობებში მედიკოსების პირობები გაუმჯობესდება. ორი მიმართულებით მუშაობთ. ერთი არის სამედიცინო სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა და მეორე ბუნებრივია აი ინფრასტრუქტურული ძიმე სიტუაციის გამოსწორება, რომელიც ადგილებზეა. ჯერჯერობით უცნობია დაეკისრება თუ არა კომპანია ADITS შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის და სამედიცინო დაწესებულებების იპოთეკით დატვირთვისთვის პასუხისმგებლობა. ასევე ამ დრომდე ვერ ზუსტდება, დაიწყება თუ არა საქმის ირგვლივ გამოძიება.